გამარჯობათ კარგო ხალხო. გამარჯობათ. ხართ ხოძე? არ გამოდივარ. გამოდიხარ, просто არის. დაბალწნევა და 4 ნახევარი და 3-7 უნდა დავწერო 3-8. მოხე მოვედი შენთან მოვედი. ჩაჯდებიან ენებში გვერდზე აღარ იყურებიან. გამარჯობათ, როგორც უკვე მიხვდებოდით, დღეს ჩვენ ვართ კვალიფიკაციაზე. დღეს არის 17 მაისი. ხვალ არის დრაგი და იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო დღესვე დაიდება და ალექსა დაამონტაჟებს, სასწაულებს ჩაიდენს. გამოდიან ჩვენი ბიჭები, ბევრი გამოვდივართ თან აბეპეს გუნდიდანაც. პირადად მე არ გამოვდივარ, იმიტომ რომ ნაწილმა ვერ ჩავამისრო, მაგრამ აქ ვარ ბიჭებთან ერთად და ნელ-ნელა ცოტა ხანში დროებსაც გეტყვით. ისედაც არის მის ხოლმე ჩვენი ხმა ჩვენ მიკროფონში და ამ ხმაურში რამდენად გაიგებთ არ ვიცი, წინასწარ ბოდიშს გიხდით მაგაზე, მაგრამ ესეთი მალე ვერაფერს ვერ შევცვლიდით რა. ეხლა კი ნახოთ რა მანქანები გამოდის, ჩვენები.
ABP ჯგუფიდან გამოდის პირველად და ძალიან ნერვიულობს ჩვენი ზმაკაც იგიო ქეოხიშვილი 240-ით, რომლის ვიდეო უკვე გადაღებული მაქვს და წუხელ მოხსნა ჩემი რეკორდი რა. ჰიბრიდ ტურბოზე გაიარა 5-9-ში შედარებით low boost-ით, იმიტომ რომ 420-ს ამზადებდნენ და არ უნდათ რომ რამე ის მოსვლოდათ. მეორე მანქანა ეს არის 435, ავტოს გაკეთებულია ეს მანქანა, ზეკუტეგზია და კაი ჯანზია. მერე ლეგენდარული მოხე, მოდი მაღალი. მოხე რამდენი ცხენზე ხარ ხა? 800. საბურავზე. ხო, დავწიეთ ცოტა, იმიტომ რომ ვერ ეჭიდებოდა რა. ბევრი გავტესტეთ და ვერ ეჭიდებოდა. ნუ ჩემი სუპრა არ გამოდის. აქეთ ჩვენი სეიფტი კარი ვალო. ერთი Mercedes-ი ყავს შემოპარული რო რამე და წატაქსავება დაგჭირდეს და რამე მაინც ყოველი შემთხვევისთვის წამოვიდა აქეთ ჩვენი 440, რომელსაც ასევე ნაწილებმა ვერ ჩამოუსწრო ბევრმა რამემ 340 უკაცრავად, მაგრამ მაინც ხოზია და მაინც გამოდივარ და მისი მფლობელი ლეგენდარული მეორე ბუბუ. Swiss მანქანებზე რო ყოფილი თავის მანქანა რა შევა. ჩემ მანქანაზე თქვი უკვე რატოც არ გამოდივარ, წეგან 0-ზე მქონდა 4-5. მე წაფარ, просто არ გამოდივარ. ვარ და რამდენი გაქვს? 4-5 მაგ 0-ზე. მე 5-5 ვარ. არ მინდა. მე და შენ უნდა კაროჩი დავრეგისტრირდეთ ბეკლასში ძმო. ხო, იგივე დროები გვაქვს ბეკლასსა. 11-6-ში დავდივარ 440 ამანქანა. ხო, უბრალოდ ჩვენ ვალდებულებები ქონდა და მე არ ქონდა, აი გასხოვობა. მიკროფონი მაგარ ადგილას გიმაგდი. ჩვენი M3, რომელიც საძეც იმედებს ვამყარებთ, ამაზეც დაუწიეთ ცხენები, უყურებდით ბუბუს ვიდეოს, იმიტომ რომ საერთოდ კიდე დავწიე. საერთო მაყურებლები ბევრი ყავს და 800 ცხენზე ყავდა საბურავზე და ეხა მეუბნება კიდე დავწიეთო, იმიტომ რომ 100 გავაჩერე ძრაუზე რა. ძრაუზე საბურავზე 750. ხო რა. იმიტომ რომ ვერ ჭიდებს რა. ესეც XHP-ს custom-ს ველოდებოდით და არ ჩამოვიდა. შაბათი კვირა იასის შენებენ და ორ შაბათისთვის და ორ შაბათამდე კიდე დრაგიც ჩაივლის და ყველაფერი ჩაივლის და ამით პროსტა გარბენზე დავაფიქსირებ და всё, ჩვენი მანქანები ესენია, კიდე ჩვენი ზმაკაცები გამოდიან ბევრი, ოღონდ არა ABP-ს მიერ დანასტროიკებულები. კვადროებში ერთი მანქანა ჩვენი, რომელიც Highway Map-ზე არ არის და მეორე ტატოს ბალიშჩიკობს კიდე ძალიან ჩვენი ზმაკაცია და ყველამ კარგად იცის და ბიჭები კიდე დამავიწყდა კვადროებში გამოდის ქორო და კიდე ვინ გამოდის კვადროებში, არ შეიძლება ნატიკა გამოდიოდეს. და სხვები ჯერჯერობით არ ვიცი რა. ნელ-ნელა რომ დაუკვევით, თუ რამე ჩავამატებთ ვაგეებსაც. რა ხარ? კარგი. გამარჯობათ, გამარჯობათ. რას უწერთ, მაგრამ როგორ რას ვერ გეტყვი. აბალი. საშუალო რვაც გვაწყობს, ხო? საშუალოც ისეთ ხონჩი მაღალი როა იქნება და. ეხლავე, დღესვე? ესვე. უშინაც იყო ჩატა. ჩათვალი არა, ესე იგი იყო და იმედი გააქვს. აქ გატესტე თუ ბანზე? აქვე დაწერე, შვენიერი. პირველი 8 ოფიციალურად დაიწერება დღეს. დღეს ოფიციალურად დაიწერება პირველი 8. ოღონდ ისი არა, ღრუბელი იყო და დრაგმა ვერ დაიჭირა და ლაზერით გავიარე და 3 მეტრით უკან ვიდექი არა. იმენ აი დრაგის აპლიკაციაში რომ ვალით დაეწერება და აიტვირთება რა. აი ესეთი 8 უნდა დაიწეროს დღეს. დრაგი უნდა გათხოვოს. მაგ დრაგი და გათხოვებ. ო, წეგან დამავიწყდა ABP სახელით გამოდის ჩვენი ფუნჩო და გავერთობით რა. აი დროებში ვივლით, სტოკი ტურბოა, ქარხნულ ტურბოზეა, მაგრამ ქარხნულ ტურბოზე ამაზე სწრაფი M4 არ არსებობს. ხო არის ფუნჩო მასე. სტოკ ტურბოზე არც ჰიბრიდზე, არც არაფერი, ამაზე სწრაფი M4 არავინ არა, თუ ვინმეს პრეტენზია გექნებათ, ფუნჩოს ნომერს ჩაგიგდებთ პირადად მე და რამდენიც ხართ ყველას დაგელოდებათ წეროვანში. ხო, ან ერთმანეთში გაარკვიეთ და ჩემპიონი გამოუჟით ფუნოსთან. ეგ არის. კიდე ვინ გამოდის აბა? ABP-ს სახელით რა. ჩვენ ბიჭებს ვკრებავ და დვესტი სოროკი ჩვენია ვიცი, ის 435 ვალოც ჩავწერე და ხედა რო გადმოდის, აი აქედა რო გადმოდის, ხო? $1200 გადახდილი. იმას. ხო, რავი, ხო და. ხო. ხუჩას სახელზე მოგდის და არ ვიცი, რავია.
აღარ ამაგნეროები კაროჩე დავიღალე. ნეტა 4-ის არ გადადებულიყო, ტყუილად მე იმედი გამიჩნდა, მაინც ვერ მოესწრო. ბიჭო, რავი, S58 მე თუ მკითხა, twin turbo აღარ უნდა იყოს რა. თუ აწყობ ჰიბრიდზე უნდა აწყო. თუ კარგად აწყობ რა. თუ გინდა რომ 900 ხეს გააცილო. მეორე იმას ვიტყვი რომ რაც სუპრაზე გვიდგა იგივე ბრენდის CV კოლექტორი დგას, რეიკაც იგივე ბრენდია. დანარჩენი ზემოდან არ ჩანს და დანარჩენი რო გაივლის მე ხოთზე შევხედავთ რა არის და როგორ არის. უკაცრავად ბატონო ირაკლი, თქვენთან გვაქვს კითხვები რა. გამოვუშვი რა. მე ხვალ გელოდებოდი, მაგრამ ეს ვერ გამოდიხარ, შენი მანქანა აქ არ არის. ასეთ მანქანა აქ. მასკუჩას რა შეუთვიდი აქედა. მასკუჩა ვეროდები და არ მოდი. დასია მე მომატყუა, რომ დრაგზე ვარ გამოდივარ. რომ მოვეშორებინე, მე აღარ გამოვიდი, აღარ ვიჩქარე მანქანა და გამოდი თვითონ. აი ნაყენებდა ვაი იმაზე, რაზვას ასწორებდა და დრავს აწყობს ახლა ველაპარაკი. ან დაჟე ისეთ ხოზია რომ კვალიფიკაციის გარეშე გამოდის ხვალე ეგრევე ძლიერი გავაგდო რომ მერე ვიკატაო. ას ბიჭად, საგოლ, იმედია ვინმე ჩემნაირი არ შეხვდება. გამოდი ხა? არა, წინა დრაგზე მე გავაგდე ესევე და. კარგია. ოდი რა ჩაგწე რა ძმა რა. გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენი სახელი? გიორგი სულავა. თქვენ ხართ გიორგი? სასიამოვნოა. M5-ით გამოდიხარ როგორც ვიცი. M5-ით გამოდივარ, M6-საც უნდა გამოსულიყავი, მაგრამ კოვშები მიდევს და თურმე არ შეიძლება კოვშები. არ ვიცოდი და არ შეიძლება გამოსული. დიდი ხანია რა შეცვალეს უკვე. დიდი ხანი აღარ ყოფილიო, დაუბერდი, აღარ გამოდივარ და მაგ ფიქრობ. შანსები რო გითხრა M5-ით დიდი მაქვს, ვერ გეტყვი, მაგრამ ცდი. შეიძლება ვიღაცას ყუმბარა გადვრეს, ვიღაცა ხშირად ხდება აქ ესეთი რამეები. პირველ ადგილოსანი კვალიფიკაციაში პირველი ვეზაეზე გავარდნილ ვარ და ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. შენც ასევე, კაი რაიდი, მე კაი მაყურებლობა. კაი ხარ. როგორი ულის საბაში? ბიჭო, მაგრად იმის რა. ძრავი რო უკანა აქ, ჯერ მარტო მაგიტო ივლის მაგრად. როგორც ვიცი, ატმოსფერული სტოკი დადის 10-8 თუ რაღაცაში რა და ატმოში 10 ის დეციდროა. 11-0-ით მოიგო ფერარმა რა და შალიკამი არა 11-0-ში თუ რაღაცა და რომნი არის ფაქტიურად და დანარჩენი არავის და ეს ქართულად დადის უკვე 10 დაში. ამ საფარზე ივლის თუ არა არის. ძალიან ჩუმად და უქმოდ წავიდა და მოკლედ ეხა რა ვითარება? ბუბუს M3 არა 10.5, მოხემი არა 10.6-ში, პირველი გარბენი ვერი არა და მეორე 10.6-ში არა.
რაკერა მიარა 9-9-ში და ძალიან მაგარი დროა. McLaren მაიარა 9-6-ში. უკანა წამყვანები რა რო ჩამოვთვალო უცებ. ეხლა რაც ყველაზე საინტერესოა რა ყვითელი 435 გადის ეხლა და რა დროში ივლის და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რა ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ამ დრაგზე უბრალოდ კაი საყურებელი იქნება Smart-ის რა და ეხლა გადის Smart-ი და ვფიქრობ რომ დაბალადში ივლის შეიძლება 9-9-ს დაწეროს რა და იქნება ძალიან მაგარი თუ მაგ-მანქანამ 9-9 დაწერა რა მაგარი გამოვა ძალიან ხო კიდე უკანა წამყვანში ჩვენმა 240 მაიარა 11-3-ში კიო ძალიან გამოუცდელია პირველად გამოდის და კაი დროა კიდე შეიძლება რაღაცეების გაკეთება ისე რომ 10-9 დაწეროს და 10-9 თუ დაწერა მაგარი გამოვა ძალიან რა ამ საფარზე 10-9 რა გამოუცდელობის ხარჯზე და პლუს იმის ხარჯზე რომ სადღაც 569 აქვს საბურავზე სულ ავას მანქანაწივის მე 50-569 აქვს საბურავზე და რა ვიცი, კაი შედეგია წესით 11-3. ნუ ვფიქრობ რომ 10-9-საც დაწერს. კიდე ჩვენ მანქანებიდან ფუნჩომ ვერი არა კაი დროში, 11-5-ში არა. ნუ სტოკ ტურბო M4-ისთვის და ისედაც კაი დროა ეგ. დანარჩენი რაც შეეხება კვადროკლას რაც შეეხება, ტატომი არა 9-0-ში. და მეორე ზაერდი მე მგონი 9-3-ში თუ 9-5-ში. ტატო საწყობილმა ტეტემი არა 9-2-ში ორივე გარბენი. სხვა ჯერ ისეც არავის არ გაუვლია. ქოროს მანქანამ ვერი არა, როგორც უნდა ელო 10-4 დაწერა მგონი, მაგრამ შედარებით უკეთ უნდა ელო. ჩვენმა მეოთხე სერიამ ვერი არა და ვიცოდით რომ ვერ ივლი და ისედაც უბრალოდ უნდა გამოსულიყო აუცილებლად და გამოვიდა. დანარჩენი უკვე სხვის დროები არ ვიცი. ვერ აქვს თქვათ საამაყო დროები, ჩავიხედები ახლა ტელეფონში და თუ რამე ისეთი დრო დაფიქსირდა კიდე, მაგასაც ვიტყვი რა. 10-6-10-4 65 ნომერმა იარა 9-7-ში. არ ვიცი ვინაა, ის არ ვიცი რა კლასშია. всё, ჯერჯერობით ეგაა, ველოდებით Yellow-ს და ველოდებით Smart-ს რა. დროებით დაგემშვიდობებით და Smart-ის და Yellow-ს დროებით ჩავამატოთ მერე. და всё, თან აქვე რუსთავის ავტოდრომზე დავიწყებთ მონტაჟს ამ ვიდეოს, რომ დღესვე დაიდოს ეს ვიდეო. ეხლა არის 5 საათი. დროებით.